გარდასახვა გრძელდება და ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს იმ ადამიანების რეალურ ისტორიებზე, რომლებმაც დაიწყეს არსებული ნიშნულიდან და სასურველ რეალობაში გადაინაცვლეს. Გადაინაცვლეს ცოტა არამართებულიც კი შეიძლება იყოს მათთან მიმართებაში, რადგან რეალურად ეს არის შრომა. მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრ ადამიანს შრომა არ ეზარება, თუმცა ხანდახან ისინი ვერ დებენ შედეგს. Აი სწორედ იმ ნაყოფიერ შრომაზე ვისაუბროთ, რომელიც შედეგს ყოველთვის დებს. ეს არის საკუთარ თავზე მუშაობა, ეს არის პიროვნული ზრდა და ეს არის საკუთარ თავში ძიება. ყველა იმ კითხვებზე პასუხებისა, რომელიც სამყაროს მიმართ გაგვაჩნია. დღეს ჩემი სტუმარია ნინო ბაღიაშვილი, კოუჩი, ბიორეზონანსული კვლევის კონსულტანტი, ფსიქოკონსულტანტი, ადამიანი, რომელმაც ჯანმრთელი ცხოვრების წესის კაბინეტები გახსნა, როგორც თელავში, ასევე თბილისში და აგრძელებს მათ გახსნას. გამარჯობა ნინო. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და სასიხარულოა ის, რომ ამ სივრცეში, სადაც მე კოუჩინგის მიმართულებით ფეხი ავიდგე, ახლა უკვე სტუმარი ვარ და მიწევს სხვებისთვის გავაზიარება ჩემი ცოდნის და გამოცდილების. დიდი მადლობა, დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივცემთ мотиваციას იმ ადამიანებს, ვინც არ იცის საიდან დაიწყოს, ან ფიქრობს, რომ მათი ცხოვრება მათ ხელში არ არის. და მე თუ შეიძლება დავიწყებ ჩემებურად შენი ისტორიის მოყოლას და შენ მერე მომიყევი შიგნიდან. მახსოვს, როდესაც ნინო პირველად მოვიდა ჩვენთან კოუჩინგის სკოლაში და ძალიან კარგად მახსოვს პირველი გასაუბრება, როდესაც ყველა ყვებოდა თავის ისტორიას. უნდა გაეცათ პასუხი რამოდენიმე კითხვაზე, ვინ ვარ მე, რა გამიკეთებია, საიდან მოვედი და სად მინდა რომ მოვხვდე. ყველასთვის დასამახსოვრებელი იყო ნინოს პასუხი, მან თქვა, რომ ის არის მომღერალი, არარეალიზებული, რომ ის არის თარგმნელი, რომ იცის ძალიან ბევრი ენა, რომ აქვს სურვილი ეცვას თეთრი ხალათი, ამავდროულად ის არის ემიგრანტი, მას უნდა კონდეს ბიზნესი და უნდა ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმაროს. ცოტა გაჩნდა კითხვები, ხო, როგორ შეიძლება და ერთ პროფესიაში და ერთ ადამიანში ჩატეულიყო ყველაფერი ის, რაც ნინომ ჩამოთვალა და თან ამ ყველაფერთან კოუჩინგი რა კავშირში იქნებოდა, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობის მთელი ხიბლი ეს არის, რომ ის აბსოლუტურად ყველა თქვენ სურვილს, ყველა თქვენ მისიას და მიზანს ერთმანეთთან აკავშირებს და თქვენ იღებთ საკუთარი თავის იმ ვერსიას, რომელიც გინდათ რომ მიიღოთ. რა თქმა უნდა. რატომ გადაწყვიტე ნინო, რა მოგიყვანა კოუჩინგის სკოლაში? პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ვიყავი ემიგრანტი და мотиваცია იყო ჩემს ქვეყანაში მეკეთებინა ის საქმიანობა, რაც წლების განმავლობაში ცოდნის გამოცდილების სახით დავაგროვე, იყო мотиваცია ჩემი შვილი საქართველოში ცხოვრობდა ის და მინდოდა ჩემს ქვეყანაში რეალიზება. როდესაც პატრიოტი ხარ და გიყვარს შენი ქვეყანა, დამეთანხმება ბევრი ემიგრანტი, რომ მათი ყველას ოცნება საქართველოს, ანუ იყოფა გული ორად. სადაც ცხოვრობენ ის, მაგრამ საქართველო მაინც არის რაღაცნაირი სევდა ყველას გულში და მინდა ყველას ვუსურვო, რა თქმა უნდა, დაბრუნება მშვიდობით. ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა, ვიყავი ონკოპაციენტი, მომიწია ამის გამო საზღვარგარეთ წასვლა, მკურნალობა და შემდეგ უკვე სხვებისთვის დახმარების გაწევა. მე თვითონაც არ ვიცოდი თუ ამ სფეროში საერთოდ რეალიზდებოდი და ეს პროფესია შესაძლო იქნებოდა რომ სამომავლოდაც გამიგრძელებინა. როგორც ვიცი, შენ თავდაპირველად იყავი სამედიცინო თარჯიმანი. კი, სამედიცინო თარჯიმანი გავხდი, მას მერე რაც უკვე დავამარცხე, მქონდა ფარისებ ჯირკვალზე პრობლემა, სერიოზული პრობლემა და ამაზეც შემდეგ ვისაუბრებ და ჩავშლი. მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ როდესაც შენს თავზე გაქვს გამოცდილი ეს ყველაფერი და სხვა ადამიანი იგივე პრობლემით გვხვდება და მას დახმარება სჭირდება ენის ბარიერში, ამ დროს ალბათ მე კი არა, ნებისმიერ ადამიანს ექნება ის განცდა, რომ დახმარება შეუძლია და გაუწევს. შემდეგ უკვე ეს იმდენად ინტენსიური იყო და იმდენად ბევრი პაციენტი გაჩნდა ჩემს ირგვლივ, გაჩნდა მოთხოვნა, რომ კარგად თარგმნიდი, შემეძლო რაღაცნაირად მათი თანხლები პირების ფსიქოლოგიური დახმარება ისე გამეწირა, ხო, ისე გამეწირა და ეს არის აღნიშნავდნენ ამას. კი, და ეს არის უნარი. ეს უნარი მე იქ აღმოვაჩინე.
თორე გერმანიაში მაქვს დასწავლი და მეორად პროფესია მქონდა ფსიქოლოგია და ფიზიკურად ვერც კი წარმოვიდგენი თუ მე ფსიქოკონსულტანტი ვიქნებოდი და შემეძლებოდა ასეთი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობა. ეს იყო ძირითადი ჩემი мотиваცია, ჩემს ქვეყანაში მეკეთებინა ეს საქმიანობა და ჩემს შვილთანაც ახლოს ყოფილიყავი და ჩემს ქვეყანაში ყოფილიყავი. იმიტომ რომ როდესაც შენი ფესვები გეძახის, რაც უფრო დიდი ხნით ხარ საზღვარგარეთ და შორს ხარ, უფრო ხმამაღლა გეძახის. მე ამ გულის ხმას მოვუსმინე და ძალიან ბედნიერი ვარ დაბრუნებით და გარდა ამისა რომ ბრუნდები, აქაც ემიგრანტი ხარ, იმიტომ რომ დაკარგული გაქვს თითქოს ადგილი და რაღაცა ახალი ადგილი უნდა შექმნა. ეს იყო мотиваცია ჩემი ამ კოუჩინგში მოსვლის, რომ რაღაცა ახალი შემესწავლა ისეთი და სწორი კითხვებით მივსულიყავი იმ სწორი მიმართულებით მევლო იმ გზაზე, რომელიც დამანახებდა ზუსტად იმ გზას. ან ამდენ ცოდნებს ერთად შემოკროვინებდა გარდა იმისა, რომ კოუჩინგი არის ადამიანებისთვის, ვინც რა თქმა უნდა იქნება კოუჩი სამომავლოდ, მაგრამ კოუჩინგი გეხმარება იმაშიც, რომ ეს შენი ცოდნები შეკრა, გააერთიანო და მიიღო სრულიად ახალი პროდუქტი და მე ხშირად ვამბობ ხოლმე, თუ გამოვიდა ვინმე სხვას, აუცილებლად გამომივა მეც და თუ არავის არ გამოსულია, პირველი მე ვიქნები და სხვისი გაყვანული გზით არასდროს არ მივლია. სხვათა შორის, შესაძაც საუბრობ ემიგრანტებზე, ძალიან ბევრი ემიგრანტი სწავლობს ჩვენთან კოუჩინგის სკოლაში და ძალიან ხშირად მომისმენია, თუნდაც იმ ქალბატონებისგან, რომლებიც ჯერ ვერ ახერხებენ ჩამოსვლას და იციან, რომ წლების მერე მოახერხებენ ჩამოსვლას და საფუძველს უყრიან თითქოს იმას რომ ჩამოვიდონ ოდესღაც და სწავლობენ, მუშაობენ საკუთარ თავზე, იმიტომ რომ გაუძლონ იმ ყოფას, სადაც არიან ემოციურად და არაერთს დაეხმარა, მე მომისმენია ძალიან ხშირად, როცა ისინი ამბობენ, რომ არა ეს ონლაინ ლექციები და რომ არა ეს კურსი, არ ვიცი ამ ყველაფერს როგორ გადავიტანდი და სხვათა შორის ბრუნდებიან და იყენებენ, მაგრამ შენ ძალიან კარგად აღნიშნე, რომ არ არის აუცილებელი კოუჩი გამოხვიდე. თვითონ კოუჩინგი კრავს ყველა შენ ნიჭს და უნარს რესურს, რომელიც ყველას გვაქვს რესურსები. თუ ვინმეს ახლა ვინც მე მისმენს გონიათ რომ ვინმეს მეტი აქვს რესურსები და თქვენ გაქვთ ნაკლები, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებთ, რომ თქვენი რესურსები აღმოჩენილი არ გაქვთ. ჯერ არ გაქვთ. კი, და როცა აღმოაჩენთ, მე აი ამ ყველაფერს უნდა შეკრა და რეალიზება. და უნდა აუცილებლად გაბედვა. ეს არის ნაბიჯი, ჯერ გზა გამოჩნდეს და შემდეგ გავბედავ არა, ჯერ გაბედე და გზა მერე ჩნდება. კი, ეს ყოველთვის ესეა. ესეა, კი, ჩემ შემთხვევაში ესე იყო და შიში იყო თუ არა, იყო. თუმცა იმდენად დიდი იყო სურვილი და ის წყურვილი, რომ აქ ყოფილიყავი და საქართველოში мотиваცია იმდენად დიდი იყო, რომ გაამართლა და გამოვიდა. იცი რა მაინტერესებს? რა არის რაიმე ისეთი განსაკუთრებული თუ გახსენდება ან ფრაზა, ან кейსი კოუჩინგის სკოლის სწავლის პროცესიდან? რამაც გარდატეხა ეხა მოახდინა შენში. ძალიან საინტერესო პროცესი გავიარეთ. მინდა უთხრა ნებისმიერ ჩვენს მაყურებელს ახლა ვინც ახლა გვიყურებს და ჯერ ვერ გადაუწყვეტია თუ ხვდება ადამიანი და ხვდებით რომ გაქვთ რესურსები, არ ხართ იმ ადგილას, სადაც უნდა იყოთ და მეტი შეგიძლიათ, ეს ნიჭი არის ნიჭიერი, როდესაც იბადები, ზოგადად გაწუხებს მერე ეს ნიჭი. და შემდეგ, როდესაც ვერ იყენებ ამ რესურსს და ამ ნიჭს, გერთმევა და გადადის ეგრეთ წოდებული ქრონიკული დაავადებების სახითაც კი. როდესაც რეალიზებული ვერ ხარ და არ ხდება ამის რეალიზება და გამოყენება, ოღონდ როდესაც ვაცნობიერებთ ამ ნიჭს და მაინც ვაჩუმებთ, ვთრგუნავთ და მიმართულებას არ ვაძლევთ. შესაბამისად, გასახსენებელი ბევრია, ყველა კუთხე ინახავს ჩვენს ისტორიას და ძალიან ძვირფასია ეს სივრცე ჩემთვის. თუმცა მინდა განსაკუთრებული პირველი ლექცია გავიხსენო ერთ-ერთი ლექტორის შეკითხვაზე, მომეცა შკალა 1-დან 10 ქულის ჩათვლით. თუ რამდენი იყო 1-დან 10 ქულის ჩათვლით, რამდენად შევაფასებდი მე ჩემს მზაობას და ცვლილებებისადმი მზაობას და ვუთხარი, უპასუხე რომ ჩემი პასუხია 11.
და რაღაცნაირად გამიპროტესტა. ერთი და ნაცის ჩათვლით, არა, მე 11 მინდა, იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური და შკალასაც ინდივიდუალურად ჩვენ ვქმნით. და ყოფილიყოს სხვების უფრო მეტი და მეტი. ეს იყო შენი პირველი ხო, ეს იყო ნაბიჯი, რაღაცნაირად, ხო, რომ ხო. გასულიყავი იმ შკალიდან, შკალიდან, რომელშიც იყავი, კი. ცხოვრების შკალიდან გასულიყავი. ესე იგი, მე ვიცი, რომ შენ ამ პერიოდში მოახერხე არა მხოლოდ სამუშაო ადგილების შექმნა, უმუშევარი იყავი ფაქტობრივად, რომ ჩამოხვედი, ხო, შექმენი სამუშაო ადგილები. ვიცი, რომ გაქვს კადრების გადამზადების კურსები, სადაც ადამიანებს მე ასაქმებ, ხო, ანუ სულ ვიმეორებ და ყველა ჩვენ გარდასახვაში გავიმეორებ, რომ ვისაც გონია, რომ შეიძლება ვერ იშოვოს სამუშაო ადგილი, აბსოლუტურად ყველას გაქვს ჩანსი თავად შექმნათ სამუშაო ადგილები, ოღონდ საკუთარი თავი უნდა გაიცნოთ და საკუთარ რესურსებს უნდა დაეუფლოთ. რა თქმა უნდა. შენ გინდოდა გამხდარიყავი მომღერალი და მახსოვს რომ იშრომი ამისთვის და ერთჩვენიერ დღეს ძალიან YouTube-ზე ძალიან ბევრი გამომწერით გაიღვიძე. რა იყო შენი мотиваცია, რატო გინდოდა მომღერლობა? მე ბავშვობიდან მინდოდა მომღერლობა და ალბათ დედა არ გამინაწყენდება, ძალიან მკაცრი იყო ამ კუთხით. იმიტომ რომ იყო მუსიკოსი, იყო პედაგოგი და ყოველთვის იყო მკაცრი ჩემს მიმართ შეფასების კუთხით და რაღაცნაირად სულ ჩვენ ხო ვაკეთებთ ამ ყველაფერს, რომ შეგვაქონ, მშობელმა შეგაქოს და მით უმეტეს, როდესაც ამ მიმართულებით აქტიურად მომუშავე მშობელი გეუბნება რომ არ ხარ მზად, ესეც რაღაცნაირად დემოტივაციას მიკეთებდა და მე ეს რესურსი წამერთვა. სამყარომ დამანახა, რომ აი შენ რო გაქვს ეს რესურსი და ვერ გამოიყენე, რა მნიშვნელობა აქვს რა ასაკში მომეცა, ხო? ონკოდაავადების სახით. ონკოდაავადების სახით და დავკარგე ხმა. და ერთ-ერთი мотиваციაც ეს იყო ჩემი, რომ სიმღერა იმდანაც მინდოდა და მჯეროდა, რომ მე არაფერი არ მჭირდა, დავაჭერე მე ჩემს ტვინს და აი ეს დამეხმარა. მოვიდა ნელ-ნელა ხმაც და მახსოვს პირველად რომ ჩამოვედი საქართველოში, პირველი რაც გავაკეთე იყო შევიძინე სიმღერა, საავტორო უფლებები დავიცავით, ჩავწერეთ და YouTube არხზე, მოკლედ ჩემი თავისთვის საჩუქარი გავაკეთე და მეორე დღეს სრულიად პოპულარულებმა გავიღვიძეთ თელმა ოჯახმა, ყველას ტელეფონი რეკავდა, მახსოვს. ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო. იცი რა, შენ ძალიან ბევრი ნიჭი გაქვს მართლა, მრავალმხრივ მოღვაწეობ და მინდა ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ შენ ძირითად შემთხვევაში ციხეებში ატარებ ხოლმე პატიმრებისთვის კონცერტებს და ფაქტობრივად არ არსებობს არც ერთი დღესასწაული, როდესაც შენ ციხეში კონცერტით არ ხარ წარმოდგენილი და აი ამის შესახებაც რომ გითხრა. როგორც ვიცი, ამის мотиваცია მამა იყო, რომელიც პატიმარია. აღარ არის, ვერც მადლობა, აღარ, თუმცა იყო და მთელი ბავშვობა ფაქტიურად გავატარე მე ციხეში ამ მიმართულებით შიგნითაც მღეროდი ხოლმე. ახალს მე ჩემთვის არაფერს აღარ ვაკეთებ. უბრალოდ ეს იყო мотиваცია ეხლა და ეხლა რო ვფიქრობ, მამას ენახა მე რა შევძელი და რა შემიძლია და იმ ბავშვისთვის ხდება ეს ყველაფერი. ჩემი შინაგანი ბავშვისთვის, რომელსაც დააკლდა მამის ალბათ ყურადღება, სითბო და შექება, რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია თუ ჩვენი ნიჭით სხვა ადამიანებს ვუბიძგებთ წარმატებისკენ, ვამოტივირებთ და იქ ყოფნა კიდევ ცალკე პრობლემა არის მათთვის, ვინც თავისუფლებას არის ესე მიჩვეული. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ესეთი ღირებული რესურსი ჩემთვისაც და მადლიერი ვარ თავისუფალი ნების. მათ ეს შესაძლებლობა არ აქვთ და ამიტომ ვცდილობ შევმსუბუქო რაღაც ჩემი წვლილი შევიტანო საზოგადოების კეთილდღეობაში. აი, როგორი მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ბავშვობის ტრავმები და თუნდაც ტრაგედიები ვაქციოთ რესურსად და როცა ძალად ვაქცევთ, ან რამდენ ადამიანს შეიძლება გაუფერადოთ ცხოვრება, ხო, თუნდაც ციხეებში უამრავი კონცერტი გაქვს ჩატარებული, მე ვიცი, შენ და ყოველთვის მელოდებიან ხოლმე დიდი სიხარულით და ესეთი მოთმინებით. როგორც მამაკაცები, ასევე ქალბატონები და მოკითხვა მათ ნინა, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა შენ, ასე ვთქვათ, მრავალმხრივ მოღვაწეობის კუთხით. მე ვიცი, რომ შენ მოდელის კარიერაც მოსინჯე ძალიან წარმატებით და
ფაქტობრივად სულ რამოდენიმე თვის წინ იყავი პარიზის მოდის კვირეულზე მოდელის სტატუსით წარმოდგენილი ჩვენება. ეს იყო ჩემი მხრიდან ძალიან ესეთი საპასუხისმგებლო ნაბიჯი, რადგან წარვადგინეთ ჩვენი ძვირფასი, ასევე უკვე კოუჩინგის ასოციაციაში მოსწავლეთ, მოსული და განვითარებული და სასწაული ადამიანის ხარჩის ჩვენება, რომელიც მიეძღვნა სოხუმს. მე სოხუმში არასდროს არ ვარ ნამყოფი, თუმცა დაახლოებით მაინც წარმომიდგენია, როდესაც ადამიანებს საკუთარ სახლებს ატოვებინებთ, მოდიან და სრულიად ნულიდან უწევთ ამ ყველაფრის შექმნა. აღარ არის საუბარი, რომ ოჯახის წევრებს მაგაზე უკვე აღარ ვსაუბრობ. რადგან ჩემს ქვეყანას მიეძღვნა, ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი мотиваცია, რომ მე უნდა წარმედგინა, ეს იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და დიდი სიხარულით დავთანხმდი და ასევე ის რომ მეჩვენებინა, ყველაზე არასტანდარტული მოდელი ვიყავი, მგონი, ყველაზე ცოტა ესე დაბალიც და მაშინ წონაში ცოტა მომატებულიც კი ვიყავი და წონა და ციფრები, როდესაც საკუთარ თავში სისავსეს გრძნობ და თავდაჯერებული ხარ, უკვე ჩვეულებრივად ციფრებია. ეს არ არის ახლა ესეთი სილამაზის საზომი და ვერავინ ვერ დაგვიდგენს ამ სილამაზის და წარმატების საზომს. პირველ რიგში სილამაზე საბედნიეროდ 21 საუკუნეში იზომება უკვე ენერგეტიკით. რა თქმა უნდა. კი, შინაგანი ენერგეტიკით. სულ ასე იზომებოდა. კი, მაგრამ რაღაც სტანდარტები, ჩარჩოები იყო დაწესებული, რომელიც მცდარი იყო და ამიტომაც არის ზედმიწევნით ახლა ძალიან ცნობილ დიზაინერებს გამოყავთ თავის ჩვენებაზე სხვადასხვა ასაკის, სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა წონის ქალბატონები, რადგან სილამაზეს არ აქვს ზომები. ხო, საზღვრები. არ აქვს საზღვრები, კი. და ძალიან მიხარია სხვათა შორის შენ გახსენი ეს მიმართულება შეიძლება ითქვას და როგორც ვიცი, ხარჩის აქვს ეს პროექტი, სადაც ქალბატონები სხვადასხვა ასაკის და სხვადასხვა გარეგნობის აუცილებლად გამოჩნდებიან პოდიუმზე. მადლობა მას თქვენ ამ შესაძლებლობისთვის, იმიტომ რომ მე ვიყავი ძალიან ამაყი, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო, რომ მეკავა ჩანთა, რომელზეც იყო ეწერა სოხუმი და ამ ჩანთაზე ეკიდა სახლის გასაღები და ის იმედი ადამიანისთვის რომ მზეა და რაღაცნაირად იმედს უნდა აძლევდეს. მე ყოველ შემთხვევაში ყველა ადამიანი მახსოვს, ვინც მე რაღაცა პატარა კუთხით, სიტყვით, საქმით, ღიმილით, მაინც მომცა იმედი და დამეხმარა და მადლიერი ვარ, უზომოდ მადლიერი ვარ ამ პროექტის, რომ მე შევძელი იმ ადამიანებისთვის და შემდეგ იყო გაგრძელება და ზარი აფხაზეთიდან. რომ მე ტელევიზიაში ვიყავი ამ თემით მიწვეული და მიყურეს და მადლობა მომიხადეს და ეს იყო კიდევ ცალკე სასიხარულო, რომ პირველად გაისმა ზარი ჩემს ტელეფონზე და მოიძიეს ეს ყველაფერი და მათ ეს ნახეს. ჩვენ ხმა მივაწვდინეთ მათ. ეს იყო მნიშვნელოვანი. სხვათა შორის ეს ძალიან ემოციურია, მახსოვს, როდესაც ზუგდიდში ვატარებდით, ჩვენ ზუგდიდის მესხიას სახელობის უნივერსიტეტთან გვაქვს მემორანდუმი კოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციას. ბევრ უნივერსიტეტთან ერთ-ერთი არის ფრიდონ მესხიას სახელობის უნივერსიტეტი ზუგდიდის, სადაც პერიოდულად ჩავდივართ ხოლმე და ვატარებთ ცნობიერების ასამაღლებელ ლექციებს, გარკვეულ ტრენინგებს კოუჩინგის მიმართულებით და ქონდა ესეთი პროექტი ყველაფერი კოუჩინგის შესახებ, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ლექტორ-მასწავლებლები, ვუხსნიდით რაში შეიძლება გამოიყენებინათ მარტივად კოუჩინგი და ასევე ესწრებოდნენ სტუდენტები. და როდესაც ეს გამოცხადდა სოციალურ ქსელში უნივერსიტეტის გვერდზე დაიდო და ტრენინგი დაიწყო, შენ კარგად იცი ამ სფეროში ხარ, რომ ტრენინგი როდესაც იწყება, როგორ ემოციურად ვემზადებით ხოლმე ჩვენ ამისთვის, ხო, მე ვემზადები, ჩვეულებრივად როგორც მსახიობი ემზადება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი როლისთვის, იმიტომ რომ როცა შენ დგიხარ სცენაზე და ატარებ ტრენინგს, ეს აუცილებლად სცენაა, სხვა რამეს ვერ დავარქმევ, შენ სადღაც იღებ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ იმედით, უნდა წავიდნენ რწმენით. და ეს არის უსერიოზულესი პასუხისმგებლობა და თითოეულ დეტალსაა ყურადღება, რომ შენ ტრენინგზე ტელეფონსაც კი არ უნდა სკროლობდეს ვიღაცა, იმდენად საინტერესოდ უნდა საუბრობდი, ამას ჩვენ ვთხოვთ საკუთარ თავს და მოხდა ესეთ საინტერესო რამ, რომ ტრენინგის დასრულებამდე 20 წუთით ადრე ვხედავ, რომ რამოდენიმე ადამიანი ადგა და ტოვებს აუდიტორიას და პირველი
ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ როგორ არ შეიძლება ყველას შეიძლება რომ რაღაცა ისე ვერ გააკეთო როგორც გინდა, ხო? არ ვარდები ამ პარტავნებაში, მაგრამ მართლა გამიკვირდა, იმიტომ რომ მთელი სული და გული მქონდა ჩადებული ამ ტრენინგში და უეცრად ეს მომიახლოვდნენ ეს ქალბატონები და მითხრეს, რომ ჩვენ აფხაზეთიდან ვართ გადმოსული ამ ტრენინგის მოსასმენად და ეხლა თუ არ წავედით, უბრალოდ საზღვარზე აღარ გადაგვიშვებენო და აი ეხლაც ცრემლები მადგება, რომ ახსენდება ეს ფაქტი, იმიტომ რომ როდესაც ადამიანს აქვს მზაობა, როდესაც ადამიანს აქვს სურვილი, რომ განვითარდეს, წავიდეს წინ, ხო? მისთვის არ არსებობს საზღვარი. ისევ საზღვართან მივედით. საზღვარი არ არსებობს. მას შეუძლია საზღვარი გადმოლა, ხო? ხო ავტომატიან ადამიანებს ჩაუაროს გვერდით და მოვიდეს შენთან, იმიტომ რომ იმედით მოვიდა და რწმენა უნდა ფაქტიურად მესაზღვრეები გქვიათ. კი. ეს არის ხო ძალიან კოუჩინგის მიზანი და მისიაც ხო ეს არის სწორი კითხვები დასვათ და ადამიანს დაეხმაროთ იმ ჩარჩოებში, რომელშიც თვითონ საზღვრავს, ვინმე სხვა კი არ უსაზღვრავს. კი, რა თქმა უნდა, ბავშვობიდან ეს დაერწმუნებულებებითაც კი ვიზრდებით და თვითონაც ასე გაიზარდნენ ჩვენი მშობლები და ეს გრძელდება, თუმცა ამ საზღვრებს ჩვენ როცა ვთანხმდებით, ესე იგი ჩვენ ვქმნით ამას. შეგიძლია დაეთანხმოთ, ძალიან ჯიუტი ბავშვი ვიყავი. ყოველთვის სტერეოტიპებს ვამსხვრევდი და ვამბობდი ხოლმე, რომ თეთრი ყვავი ვარ, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცნაირად განსხვავებულ რაღაცას ვაკეთებდი. ეს იყო კიდეც პროტესტი, ისიც იმ რაღაცის, რასაც მაწვდიდნენ და ვერ მიხსნიდნენ არგუმენტირებულად რატომ. უნდა იქონდეს კიდევაც, ჩვენ შევეჩვიეთ, რომ რაღაც რატომღაც შევეჩვიეთ რა, რაღაც ტრაფალეტები არსებობს, რომ ბავშვმა აუცილებლად უნდა იყოს დამჯერი. ხო, ბავშვი, რომელიც ყველაფერზე თავს გიქნევს, ის ბავშვი არ იმყოფება მთლად სახარბიელო მდგომარეობაში და მოწოდების სიმაღლეზე არ არის მისი სურვილი და მისი გატანის უნარი. და აი ეს პროტესტები, რომელზეც შენ საუბრობ, მეც ჩემი თავი მახსენდება, ხო? ფაქტობრივად ამ პროტესტს და ამ ჩარჩოების მსხრებას უნდა ვუმადლოდეთ, რომ მე და შენ დღეს აქ ვზივართ და წარმატებაზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, რომ არა ჩემი დაავადება. აი მე მაშინ რა თქმა უნდა იყო ძალიან დიდი შოკი, ძალიან დიდი უსამართლობის განცდა, რატომ მე, მაგრამ ძალიან მალევე ეხლა რას ვაკეთებ? და შემდეგ გამოჩნდა გზა. თურქეთის კლინიკაში, სადაც მე ენა არ ვიცოდი, წავედი, ფაქტ მაშინ მე ჯერ სტუმრად წავედი და შემდეგ გამოჩნდა ეს გზები. ვერანაირად ვერ ვიფიქრებდი თუ მე ჯერ იქ ვიმკურნალებდი და შემდეგ უკვე სხვას დავეხმარებოდი, რომ არა ჩემი დაავადება. მადლიერიც კი ვარ ამ დაავადების, რომ მომცა ის ბედნიერების რესურსი და ის გასაღები, რომ მემღერა და დავწმუნებულიყავი ჩემთვის რა ღირებულების მატარებელი იყო ჩემთვის სიმღერა, არ მახსენდება დღე, როდესაც არ მღერი. ხო, სხვათა შორის აი ხშირად ასარჩევად აქვთ ხოლმე ვიმღერო თუ სხვა რამე გავაკეთო. ყველაფერი შეგიძლიათ ერთად გააკეთოთ, აი ნინო არის ნათელი მაგალითი ამის. და სხვათა შორის ძალიან რეზონირებს, იმიტომ რომ მეც ძალიან ბევრი რამე მინდოდა ხოლმე და მომწონდა, იქ ვწერდი ლექსებს და მაგ წიგნი გამოცემული, საერთოდ კი, პირველი განათლებით სამხატვრო აკადემია მაგ დამთავრებული და ასე შემდეგ და როდესაც ამას ვაკეთებდი, ესე ტრაფალეტში ვსვავდნენ ხოლმე, რიგი პედაგოგები, რომ აი უნდა აირჩიო რამე ერთი, ხანდახან არ უნდა აირჩიო რამე ერთი, უბრალოდ უნდა განსაზღვრო იმ წუთში პრიორიტეტული რა არის. და ან ყველაფერი ერთად თან მიმდევრობით აკეთო, ან შესაძლებელია ზოგი რამ მისია იყოს, ზოგი სამსახური და ზოგი ჰობი და ეს თავისუფლად შეუძლებელია. ზუსტად ახსენეთ ეს სიტყვა მისია, როდესაც გრძნობ შენ მისია, რაც არის და პოულობ ამ ყველაფერს, მე უკვე ყველაფერი თავისით ლაგდება თავის ადგილას. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე აქ მოსვლის შემდეგ ვიპოვე მე ჩემი მისია. რომ ადამიანები გავაერთიანო იმ მიზნის ირგვლივ, გარდა თქვენი ამ მისიისა, რა თქმა უნდა, გავაერთიანო იმ მიზნის ირგვლივ, რომ ჯანმრთელობა არ არის ხა ესეთ პირობითი, არის მენტალური და ფიზიკური. ხო, მხოლოდ ცალ-ცალკე ეს არ არსებობს, გამორიცხული და ერთმანეთთან ისეთ კავშირშია და ძირითად შემთხვევაში ეს არის გამოუთქმელობა, ეს არის ვერ რეალიზებული ნიჭები, ზუსტად ისევ ნიჭთან მივდივართ და საკუთარ თავში კიდევ, როდესაც რეალიზდებით, კიდევ ახალი რესურსები გემატებათ. და ეს არის პროცესი, ძალიან ისეთი პროცესია ცოცხალი, მე დღესაც ვსწავლობ.
ყოველდღიურად ვსწავლობთ და თუ ჩვენ გავჩერდებით, მაშინ ვიწყებთ უკვე დეგრადირებას და უკვე ის რაც ვისწავლეთ და რაც ვაშენეთ, ისიც იწყებს ჩამოშლას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და პროცესია ბედნიერება და მე ბედნიერი ვარ და უზომოდ მადლიერი ვარ ამ სივრცისაც და ამ ჩემი დაავადებისაც. ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი თუ მე ამ სიტყვებს ვიტყოდი, თუმცა ვამბობ. კი, სხვათა შორის წინა პოდკასტში საუბრობდით, მადლობას უხდიდით ყველა იმ ადამიანს, მე და თეა, ჩემი წინა რესპონდენტი, ყველა იმ ადამიანს, ვინც ფეხი წამოგვიდო და ახლა დაგეთანხმები, არ შემიძლია არ დაგეთანხმო და ვიტყვი შენთან ერთად, რომ როდესაც შენ ცხოვრებაში გარკვეულ დაავადებას უყურებ, როგორც რაღაცა გზის მაჩვენებელს. როცა შეგიძლია სარგებელი წამოიღო იქიდან, შენ უკვე ფაქტობრივად გამოსხვერპლის როლიდან, იმიტომ ადამიანებს მეორე სარგებელში აქვთ ეს. მეორე სარგებელი არის ის, რომ სხვაგვარად ყურადღებას მე ვერ მივიქცევ. ეს ბავშვობაში ჩაწერილი არასწორი ტრაუმის და ტვინის ფაქტიურად ის რასაც დავაჭერებთ, ხო, ეს პროგრამის როგორ გაიგებს, თუმცა და ვინ არის მზად ამ ყველაფრის მოსასმენად, თუმცა მე არ შემიძლია არ დაგეთანხმო, რომ როცა ჩვენ შეგვიძლია საკუთარ თავს ვკითხოთ, რა მეორადი სარგებელი მაქვს მე აქედან და გავცეთ ამაზე პასუხი, ეს ნიშნავს, რომ დაავადება უკვე მზად არის იმისთვის, რომ ჩვენი ცხოვრებიდან წავიდეს. ამიტომ ვინც შეძლებს, რომ ამ კითხვაზე პასუხი მოიპოვოს და მზად არის, შეიძლება დღესაც მიიღოს უკვე პასუხი კითხვაზე, რატო ვართ იმ მდგომარეობაში, როგორშიც ვართ, რას მეუბნება. ხშირად იმდენი ხანს არიან ხოლმე მე რემდეკოდირებით ვემუშავები ადამიანებს, როდესაც დაავადებების სათავეები, სიკვდილის შიშიდან მოდის, დაავადებების შიშიდან მოდის, რაღაცა სხვადასხვა შიშები და ეს ფობიები, ტრაუმები ხო განაპირობებს ამ დაავადებების სათავეებს და როდესაც ვემუშავები, მაშინაც ვხვდები, რომ მეორად სარგებელში იმდენად არის მიჩვეული ამ დაავადებას და იმდენად არის ამ წუწუნს და მის გარეშე არ იცის როგორ მის გარეშე არ იცის. როგორ იგრძნობ თავს რომ ეკითხები ადამიანს, აი ეს ყველაფერი რო წავა თქვენს, არ ვიცი. არ იცის, არც კი წარმოუდგენ. იცი რა გამახსენდა, ჩვენ ძალიან ბევრი პროექტია კოუჩინგის ასოციაციას ჩატარებული, მათ შორის მაშინ როცა შენ ვიცე-პრეზიდენტი იყავი და ჩვენ ვიყავით პარიზში და ხვდებოდით ემიგრანტებს, ხო? არაერთხელ გავაკეთეთ ესეთი მოგზაურობა, როდესაც საახალწლოდ ემიგრანტებს ჩავაკითხეთ და გარკვეული სამოტივაციო ტრენინგები ჩავუტარეთ და იქ არაჩვეულებრივი ემიგრანტი გოგო დაგვხვდა და რომელიც წინა წელსაც ესწრებოდა ტრენინგს და მეორე წელს იმიტომ მოვიდა რომ ეთქვა ჩვენთვის რომ რაც წინა წელს ფურცელზე დაწერა და დაისახა ყველაფერი შეუსრულდა და ამ გოგომ გაგვაცილა სასტუმრომდე და საინტერესო იყო რომ ამ გოგოს ჰქონდა შიში. კი, მე ჩაუტარე მაშინ. ჰქონდა სიბნელეში მარტო სიარულის შიში და მიგვაცილა და უცებ იკითხა რომ ეხლა როგორ უნდა დავბრუნდე მე მარტო უკან, მე მარტო ქუჩებში სიარულის მეშინია და ნინო მომენტალურად დასვა ის ჩაუტარა NLP ტექნიკა, რემდიკოდირება და ის პირველად თავის ცხოვრებაში ხელებ გაშლილი სიბნელეში წავიდა სახში. ძალიან საინტერესო პროფესია გვაქვს დაგეთანხმები. მინდა დავამატო, რომ პირველი ფილიალი ემიგრანტებისთვისაც გვაქვს ჯგუფი, რა თქმა უნდა, ნინას ჯანმრთელობის სახლის ჯგუფი, სადაც შეუძლიათ მათ უფასო ფსიქოკონსულტირება მიიღონ და ასევე ონკოპაციენტებმა, ონკოპაციენტებისაც და სწორედ ეს გოგო იქნება ჩვენი ფილიალის მენეჯერი პარიზში. სწორედ ეს გოგო ესეც ახალი სიახლე არის, იმიტომ რომ ძალიან მონდომებული იყო და აინტერესებდა ამ ტექნიკის შესწავლაც კი. არაჩვეულებრივი სიახლე იყო ახლა ეს და მე მოკლედ ძალიან მდიდარი ვარ ხოლმე ამ დადებითი და პოზიტიური სიახლეები და განსაკუთრებით მახარებს ხოლმე, როდესაც ადამიანები იცნობენ ერთმანეთს აი პიროვნული ზრდის გზაზე აქ და შემდეგ აბავენ გარკვეულ საქმიან თუ პირად ურთიერთობებს. ჩვენ დასასრულისკენ უნდა წავიდეთ, თუმცა მე არასოდეს მომწყინდება კი საუბარი წარმატებაზე და მინდა გითხრათ, რომ არასოდეს შეიზღუდოთ არჩევანში. ყველაფერი, რაც თქვენს გონებაში ჩნდება სურვილის თუ მიზნის სახით, თუ ეს არის აღმშენებლობითი, ჩათვალეთ, რომ ეს აუცილებლად თქვენი გასავლელი გზაა.
ერთადერთი შესაძლებელია თქვენ არ იცოდეთ როგორ მიხვიდეთ იქამდე, რაც გსურს, მაგრამ საკმარისია გადადგათ ნაბიჯი და გზა აუცილებლად ჩნდება. რამეს ხომ არ დაამატები სამოტივაციო? ერთადერთი ხშირად ვამბობ ხოლმე და ხუმრობით, ადამიანი ნიჭიერი რომ დაიბადები, არაფერი აღარ გეშველება და განავითარო ეს ნიჭები, თორემ შემდეგ ძალიან ცუდი ფორმით გვერთმევა. კი, ნიჭიერი, ეხლა ვიღაცებს შეიძლება ჩათვალოს, რომ მე და ნინო აქ ნიჭიერები ვზივართ და ვინმე სახში ნიჭიერი არ არის. ყველა ადამიანში აბსოლუტურად ყველა ადამიანს აქვს უამრავი ნიჭი, უბრალოდ ამ ნიჭს უნდა აღმოჩენა და ეს არის დიდი პასუხისგებლობა, გამოყენება. და თუ თქვენ შეგიძლიათ საკუთარ თავის აღქმა, საკუთარი ნიჭების გააზრება და მათი გამოყენება, ჩათვალეთ, რომ თქვენ სამყაროს იმ ნაკადში ხართ, რომელშიც ყოველთვის გიმართლებთ. და დავამატებ მეც რომ თუ მე შევძელი აუცილებლად შენ შეძლებ. და თუ ვერ შევძელით ვერავინ, პირველი იქნებ შენ ხარ პირველი, ვინც შენ უნდა გააკეთო. აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ არ გამოგჩეთ არც ერთი რეალური წარმატების ისტორია, რომელიც დარწმუნებული ვარ თქვენი წარმატების გზის პოვნაში დაგეხმარებათ.